Purdue's უნივერსიტეტმა ინდიანას სატრანსპორტო სამმართველოსთან ერთობლივად ამბიციური პროექტი დაიწყო. უნიკალური გზის მშენებლობა, რომელიც მასზე მიმავალ ელექტრომობილს დამოხტავს. ეს არის ელექტროფიცირებული გზების გამოსაცდელის საპილოტო პროექტი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან სატრანსპორტო საშუალებაზე ენერგიის გადაცემას უზრუნველყოფს. მიზანია ელემენტის შემცირება, ამასთან ფლოველის მღელვარების მოშორება ავტომობილის მანძილის გავლის შესახებ. თუ ამ ორი მიზნის მიღწევას შევძლებთ, მაშინ ელექტროტრანსპორტის გაცილებით უფრო სწრაფ გავრცელებას ვიხილავთ. პროექტი პირველ რიგში მიმართულია სატვირთო ავტომობილებზე. აშშ-ის სატრანსპორტო დარგში ზუსტად სატვირთო ავტომობილები არის სათბური აირების უდიდესი გამომფრქვეველი. ელექტროსატვირთო ტრანსპორტზე გადასვლა ეკოლოგიური პრობლემის ამ ნაწილის გადაჭრაში დაეხმარება. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ სატვირთო ელექტროავტომობილი გზაში მუხტის შენარჩუნებას შეძლებს. ამასთან ყველა უპირატესობას მივიღებთ, რაც ელექტროავტომობილის დანერგვას უკავშირდება. სათბურის აირების და სხვა მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის შემცირებას, ასევე ელემენტებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას. ვინაიდან მისი მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირება შეგვეძლება, ესე იგი ეკოლოგიური შედეგების შემცირებას, რომელიც მის წარმოებასა და გამოყენებას უკავშირდება. Purdue's მიერ შემუშავებული ტექნოლოგია საგზაო საფარს ელექტრომობილის კვების უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს. ისევე როგორც ახალი სმარტფონი მაგნიტურ ველს უსადენო დამოხტვისთვის იყენებს, როდესაც დასამოხტი მოწყობილობის ზედაპირზე თავსდება. ოღონდ საგზაო ზედაპირის შემთხვევაში სიმძლავრის დონე უფრო მაღალია, ვინაიდან ავტომობილამდე მანძილიც მეტია. სავალი ნაწილის შიგნით გადამცემ კოჭებს ვანთავსებთ. ეს არის ელექტროგამტარი, რომელსაც კომუნალური ელექტროქსელიდან ელექტრობას ვაწვდით. ამგვარად ვქმნით მაგნიტურ ველს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრებულ მიმღებზე ზემოქმედებს, რაც ენერგიის ეფექტურ გადაცემას უზრუნველყოფს, რომელსაც შემდგომ სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავი ან აკუმულატორი გამოიყენებს. მეცნიერების მიერ შემუშავებულ უსადენო დამოხტვის სისტემაში გადამცემი კოჭი ბეტონის საფარის ქვეშ სპეციალურ ზოლში იქნება განთავსებული და ენერგიას მიმღებ კოჭს გადასცემს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ქვედა ნაწილზეა მიმაგრებული. კოჭები უფრო ვრცელ სიმძლავრეზეა გათვლილი. სატვირთოს ქვეშ მხოლოდ ერთი ამგვარი ელემენტი იქნება საჭირო, რაც სისტემას მნიშვნელოვნად ამარტივებს. რაც შეეხება გადამცემს, მოცემულ ვერსიაში ბეტონის საფარზეა გათვლილი, რომელიც აშშ-ის გზის 20%-ის მშენებლობაში არის გამოყენებული. კოჭის სხვა კონსტრუქციები მხოლოდ ასფალტის საფარზე გამოსაყენებლად იყო შემუშავებული. მეცნიერები ამბობენ, რომ მათ გეგმაში ტექნოლოგიის ამერიკის ყველა გზაზე დანერგვა არ არის. მაგრამ ელიან, რომ 30 წელში ყველა ელექტრომობილი მუხტის მიღებას შეძლებს გზაზე მოძრაობის დროს. Андрей Деркач, Юрий Закревский специально для программы «Детали».